მოგესალმებით ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების სახელით მე მისი წარმომადგენელი ქეთი ცხოვრებაშვილი გახლავართ. დღეს მხოლოდ მე ვარ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სახით წარმოდგენილი, იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა დანარჩენი ხელმძღვანელები და სპორტსმენები ამ სპორტსმენების გარდა ყველანი უკვე იმყოფებიან ბათუმში. დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია ეთმობა იმ საკითხს, რომ 15-სა და 16 აგვისტოს ბათუმში სანაპიროზე ღიაცის ქვეშ ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა და მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის ერთობლივი პროექტით ტარდება ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო ფესტივალი და გათამაშდება ღია თასი სხვადასხვა ძალისმიერი სპორტის სახეობებში, რომელშიც წინასწარი მონაცემებით დარეგისტრირებულნი არიან 200-ზე მეტი სპორტსმენი 8 ქვეყნიდან. ეს არის საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ისრაელი და შვეიცარია. თუ დამატებითი კითხვები გექნებათ აღნიშნულთან დაკავშირებით, შემიძლია ეს ფესტივალი დიახ ტარდება პირველად, მას ექნება პერმანენტული ხასიათი, ყოველწლიურად გაიმართება ბათუმში. და ჩვენ მუდმივად გავაფართოვებთ ჩვენს არეალს, ვეცდებით რომ უფრო მეტი ქვეყნები მოვიცვათ, ის ქვეყნებიც რომლებიც შავ ზღვასთან გეოგრაფიულად არ არიან დაკავშირებულები და ამიტომ ფორმატი იქნება ყოველთვის ღია. ანუ ღია თასის გათამაშება და ღია ფესტივალი. დიახ. პრიზები, რასაც ითვალისწინებს ზოგადად სტანდარტი, მიღებულ შემთხვევაში ეს არის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, განსხვავებული ფორმატით და სიურპრიზი, ძალიან ორიგინალური მხატვრული შესრულებით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მის ავტორს, ახალგაზრდა მხატვარ ნინო ჭედიას, ჩვენი სამხატვრო აკადემიის სტუდენტს. ასევე არაჩვეულებრივი ფორმისა და დიზაინის თასები და მასთან ერთად კიდე სხვა სიურპრიზის სახით არ ვამბობთ, იმიტომ რომ შესაძლოა იყოს სხვადასხვა სახეობები. რა თქმა უნდა, სერტიფიკატები ეს სტანდარტით. დიახ. კი ბატონო, მოგახსენებთ, საქართველოს სახელით გამოდის წინასწარი რეგისტრაციით დაახლოებით 80-მდე სპორტსმენი. მაგრამ ჩვენ წინასწარ ზუსტად ვერ გეტყვით, იქიდან გამომდინარე ზოგჯერ ხდება რეგისტრაციას ახერხებს სპორტსმენი, მაგრამ უშუალოდ ტურნირზე ან არ გამოცხადდება, ან დაგვიანდება, ან რაღაცა. ხდება ესეთი რამ. ამას გარდა ფესტივალზე განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ მოწვეულები არიან დღეისათვის ძალისმიერი სპორტის თანამედროვე ელიტას, ვინც მიეკუთვნებიან, აქედან ჩვენი ქართული წარმოშობის სპორტსმენები, ყველაზე ტიტულოვანები, მათ შორის აღსანიშნავია გიორგი ბეროშვილი, ეს მძიმე წონებში, ბელორუსიის მოქალაქე, მაგრამ წარმოშობით ქართველი რომან ერემაშვილი, ისიც ითვლება ლეგენდად. და ჩვენს სახეზე ვინც აკვავს, ქალბატონი ვალიტა გორელჩანიკი, ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენი, ერთადერთი ქართველი, რომელიც ნაკრებში არის დღეის მდგომარეობით. და ასევე სხვა სპორტსმენები. მათთან ერთად მინდა დავაზუსტო, რომ ამ ფესტივალზე IPSU-სა და WPA-ს სტანდარტით მათ ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ ევროპისა და მსოფლიო რეკორდები. ანუ არის მოწვეული სპეციალური ექსტრაკლასის მსაჯები, მსაჯთა კოლეგიის წევრები, მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის სახით, ვადიმ კოცაგას სახით, ვლადიმერ სტარჩენკოს სახით და სხვა ტიტულოვანი პირების სახით, ვინც ძალიან კომპეტენტურები არიან და სპეციალურად კომისია არის შექმნილი, ვინც იმ მსაჯებს გაუწევს ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას და მისცემს საშუალებას ყველა სპორტსმენს ჩათვალოს როგორც IPSU სტანდარტით, ასევე WPA სტანდარტით ნებისმიერ სპორტის სახეობებში, რაც გათვალისწინებულია ამ ფესტივალში, ჩათვლა შედეგი. გისმენთ კიდევ? რამე ხომ არ გნებავთ? დიახ. მე გახლავართ. თუ თქვენ გექნებათ სურვილი დაუსვათ კითხვები, კი ბატონო. ხო, ანუ რო გაჟმოთ, რადგან
ბრიფინგის სახე აქვს, მაგრამ მე შემოგთავაზებთ ესე, რადგან ჩვენი სტუმარია, ეს არის უკრაინის მოქალაქე ძალოსანი, ყოფილი პაუერლიფტერი, რომელიც ეხლა მხოლოდ წოლჭიმში იღებულობს მონაწილეობას, ის თავად განაცხადებს, მაგრამ უბრალოდ რუსულად ისაუბრებს ამის თაობაზე, რადგან სტუმარია, მას დაუსვით პირველი კითხვები და შემდგომ უკვე ჩვენი ადგილობრივი სპორტსმენები წარმოადგენენ თავიანთ თავს, ხო? Если можно. Გავცვალოთ микрофоны რო გადავწიოთ, არა? Окей, მადლობთ. Можно поменяться местами, потому что Представьтесь, пожалуйста. Сюда? Да. Меня зовут Андрей Романчук. Я приехал из Украины по приглашению моих друзей из Грузии на этот фестиваль. Я занимаюсь пауэрлифтингом уже более 20 лет. Приехал выступать по жиму лежа в весовой категории до 110 килограмм, в возрастной категории субмастер. Я являюсь мастером спорта Украины по пауэрлифтингу. Спасибо. Все? მოგესალმებით, მე გახლავართ საქართველოს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ესეთ სახეობაში, როგორც არის წოლჭიმი და წარმოვადგენ საქართველოს წელს ბათუმში ამ შეჯიბრზე. და რა ვიცი, იმედია მოვიგებ პირველ ადგილს და მოვიტან ოქროს მედალს. აი, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ქეთი რამდენი მოწინააღმდეგე მყავს ჩამაყენეთ საქმის კურსში. იმ კონკურენცს, რომელსაც მე ვთვლი ღირსეულად, არის რუსეთიდან გოგო. კი, ჩამოვიდა და მასთან შესაძლებელად მივდივარ პირადად, მე დანარჩენი არ ვიცი ვინ იქნება. კი, დიდი მადლობა. მოლოდინები. შეჯიბრთან დაკავშირებით თუ მოგებასთან დაკავშირებით? ამ ფესტივალთან დაკავშირებით ვთქვათ. არა, მე ვენდობი აბსოლუტურად ირაკლი ცხოვრებაშვილის ორგანიზაციას, იმიტომ რომ ის ყოველთვის ძალიან სერიოზულად უდგება შეჯიბრს და ორგანიზებას რაც შეეხება და რაც შეეხება თვითონ მოგებას და წარმატებას, ეს ყველაფერი კონკურენციაზეა დამოკიდებული. მე გეუბნებით, არ ვიცი დაახლოებით რა სიძლიერის კონკურენტები მეყოლება, ვიცნობ მხოლოდ ერთ, ის არის რუსეთიდან, წარმოდგენს რუსეთს. რამდენი ხანია რაც ეს თუ პირველად სტარტდება ეს ფესტივალი? არა, ისაუბრეთ უბრალოდ კადრებზე. ეს პირველად სტარტდება წელს და მინდა ესე არასაიდუმლოდ, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ოფიციალურად არ გაგვიცხადებია. ამას მივცეთ ისეთი ფორმა, რასაც ქვია დაკავშირებული არის კოლხურ თამაშებთან და სპეციალურად ჩვენი იდეა იყო ესეთი, რომ თვითონ ოქროს მედლების დიზაინსა და თასებზე გამოსახული არის ათლეტი, რომელსაც ზურგზე აქვს მოხურებული ოქროს საწმისი. ეს არის საქართველოს ბრენდი, სოფლიო ამით გვიცნობს ყველაზე მეტად ჩვენ და ჩვენ ვეცდებით, რა თქმა უნდა, ყველა სტუმრებს გაუწიოთ ღირსეული მასპინძლობა, მაგრამ ვეცდებით, რომ ოქროს საწმისი დარჩეს კოლხეთში. და ეს გაგრძელდეს ეს ტრადიცია და უფრო ფართომასშტაბიანი ფორმით დაფუძნდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოწვეული ვყავს ამის თაობაზე. ეხლა კი არა, 2 თვით ადრე ოფიციალურად მოვიწვიეთ არა მხოლოდ სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პრემიერ-მინისტრის უწყება, შინაგან საქმეთა უწყება, სამინისტრო უკაცრავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ღონისძიებაზე ზუსტად ვიცით, რომ დაესწრება ძალიან მრავალრიცხოვანი შემადგენლობით, თავიანთ სპორტსმენებსაც წარადგენენ, რომლებიც სერიოზულად ტიტულოვანები არიან უკვე. სახელებს და იმას აღარ გაუსვავ ხაზს, იმიტომ რომ შეიძლება რომელიმე დულდაწყვეტილი დარჩეს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან ჩვენ გვაქვს დიალოგი და თანამშრომლობა. ჩვენ უწყებრივად
ნამდვილად თანამშრომლობთ მათთან და რა თქმა უნდა სპორტის სამინისტრო ეს არის ის უწყება რომლის ანგარიშვალდებულები ვართ ჩვენ და ჩვენ მათთან მუდმივად გვაქვს დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა. კარგი. და ამასთან ერთად უკაცრავად დავამატებ ჩვენი ფესტივალის სპონსორობას მხარდაჭერას გვიწევს ბათუმის მერია, აჭარის მთავრობა, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით და ასევე ისეთ კერძო ორგანიზაციებს როგორიც არის მაკნატუნა, მაქტიკომი და ბევრი სხვა. ეხლა უბრალოდ არ მინდა რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგო ამაზე. ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს მხარს, ჩვენ გვიდგას მხარში და გვიწევს მხარდაჭერას, უღრმეს მადლობას მოვახსენებს და რა ვიცი, ვეცდებით რომ მათი იმედები გავამართლოთ. Okay. ხოფერია ჯაბა თბილისიდან გამოდივარ ასაკობრივ კატეგორიაში და ასევე 140 კილოგრამამდე 19 წლამდე და ასევე 140 კილოგრამამდე კატეგორიაში წონის კატეგორიაში ვახავთ საქართველოს ჩემპიონი მსოფლიო თასის ჩემპიონი ჩვენ ამით დავასრულეთ მოჭით ბიჭებო მადლობთ რავი თუ გნებავთ მე შემიძლია რაღაცეები გითხრათ თუ გავიგეთ ეხლა ისე რა ვიცი როდესაც პრეს კონფერენცია არის ხოლმე ხალხი თუ არ დაგვაგვიენდა ცალკე არ ოკეი გასაგებია ეხლა მივხვდი მაშინ რა